ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ალბათ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აწუხებს და იურიდიული საკითხი, რასაც ყოველ ოთხშაბათს ვუთმობთ ხოლმე დროს. ამჯერად ეს გახლავთ ბანკების, სესხები და კრედიტები და ჩვენი საკრედიტო ისტორია. და რა თქმა უნდა, მას უნდა გავუფრთხილდეთ იმისთვის, რომ სხვა დროსაც მოვახერხოთ ჩვენთვის საჭირო თანხის მიღება ბანკისგან. რა შემთხვევაში შეიძლება გაფუძნდეს ჩვენი ისტორია? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვადა გადაცილებები გვაქვს და ვცდილობთ, რომ დაკისრებულ ვალდებულებებს და ჩვენს თავზე აღებულ ვალდებულებებს ვარღვევთ და არ ვასრულებთ ისე, როგორც არის ეს გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ალბათ ვისაც აქვს გამოცდილება ხელს და არასაკმარისი თანხის ოდენობა ხშირ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა ბანკს არ აინტერესებს და შენ მხოლოდ ის გევალება, რომ რა რაოდენობის თანხაც გაქვს შესატანი, ზუსტად ის რაოდენობა დროულად შეიტანო. ვისაც აქვს ამის გამოცდილება, ალბათ კარგად იცის, რა მოსდევს ერთი თვის გადაცილებას, ორის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, თქვენი პრობლემები უფრო და უფრო ღრმავდება, თუ ერთ შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმა გეკისრებოდათ, სხვა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეთ იმ სიაში, რომლის მიხედვითაც არც ერთი ბანკი დახმარებას არ გაგიწევს, დახმარებაში რა თქმა უნდა იგულისხმება სესხი, რომელიც სავარაუდოდ თქვენ გჭირდებათ კონკრეტულ პერიოდში. უფრო დაწვრილებით ამ თემაში გაგარკვევთ ჩვენი ჟურნალისტი, ასე რომ არ უნდა გამოტოვოთ სიუჟეტი. კრედიტ-ინფოს მონაცემებით საქართველოს მასშტაბით 8 მილიონზე მეტი სასესხო ჩანაწერი არსებობს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი კრედიტის დასაფარად მომხმარებელს სხვა ბანკიდან გამოაქვს თანხა, რის შემდეგაც მისი ფინანსური მდგომარეობა უფრო მძიმდება. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ბანკები მომხმარებელს სესხის რესტრუქტურიზაციას თავაზობენ. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც არ შეუძლია მომხმარებელს კლიენტს, რომ თავი გაართოს ამ საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებებს, ბანკი მას თავაზობს გრძელვადიან პერიოდში გადანაწილებულ გადახდის მოქნილ გრაფიკს, რომელიც არის საკმაოდ კარგი შეღავათი მისთვის. კარგი ასევე ის არის, რომ იმ პერიოდში თუ მას უძრავი ქონება აქვს დატვირთული, უზრუნველყოფილი აქვს უძრავი ქონება, მას იგი აღარ კარგავს ამ უძრავ ქონებას, ასევე უმჯობესდება საკრედიტო ისტორია იმ შემთხვევაში, თუ გაფუჭებულია. იმ შემთხვევაში, თუ ქონება არ არის კრედიტორზე დარეგისტრირებული და თანხის შეტანა დროულად არ მოხდა, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა, რომელიც უფლებამოსილია კრედიტორის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ნივთი ვალის დასაფარად გამოიყენოს. თუ ხელშეკრულების ნაკისრი პირობები ასრულდება მომხმარებლის მიერ, ბანკს შეუძლია რომ იმართოს სასამართლოსთან არბიტრაჟს, გამომდინარე იქიდან ხელშეკრულება რას ითვალისწინებს და მოითხოვოს თანხის გადახდევინების დაკისრება მომხმარებლისთვის. თუმცა ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც შეგვიძლია დავაკვირდეთ, ბანკები ცდილობენ რომ სასამართლომდე საქმე არ მიიყვანონ და როგორც ასე ადგილზე მოაგვარონ მსგავსი საკითხები. მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბანკები ცდილობენ გააკეთონ რესტრუქტურიზაცია. საქართველოს ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ სესხის გამცემს არ ავალდებულებს რაიმე ტიპის ფინანსური შეღავათების დაწესებას. რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში არსებულ დავალიანებაზე გრძელვადიან პერიოდში საკომისიო გადასახადი იზრდება, რომელიც მომხმარებლის მიერ კრედიტის არსებობის პერიოდში გადახდილ თანხას საგრძნობლად ზრდის. თუმცა ეს არის ერთადერთი გზა საკრედიტო ისტორიის ეტაპობრივი გაუქმებისთვის.